სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული უთანხმოების ფონზე საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ მხოლოდ განცხადებებით იფარგლება. ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დაანონსებული შეხვედრისა და პრეზიდენტის თანხმობის მიუხედავად ისევ გაურკვეველია შედგება თუ არა მმართველ გუნდსა და გიორგი მარგველაშვილს შორის აუდიენცია. გამორიცხული არ არის, თუმცა ამ ეტაპზე უმრავლესობის დეპუტატები სახელმწიფოს მეთაურთან საუბრის საჭიროებას ვერ ხედავენ. უფრო კონკრეტულად შეხვედრა გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სურვილს თავად გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს. მანამდე კი მმართველი გუნდის მხრიდან დამატებითი განმარტებები კეთდება დეპუტატ ქუცნაშვილისთვის, რომელიც გუშინ ავლაბრის სასახლეს კონსტიტუციით სტუმრობდა. მე როგორც უმრავლესობის ლიდერი არასოდეს არ ვაძლევ თავს უფლებას, რომ შეუთანხმებლად უმრავლესობის და უმრავლესობის სახელით ვისაუბრო სად. მიუხედავად იმისა, რომ მე არჩეული უმრავლესობის თავმჯდომარეა. რჩევა გუნდის წევრებმა უმრავლესობის ლიდერისგან ქუცნაშვილი მარგველაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. საგანელიძე მმართველი საპარლამენტო ძალის საერთო პოზიციაზე საუბრობს. ვერ ვხედავთ ახლა აუცილებლობას იმის, რომ უმრავლესობას ერთიანად რაღაცა პრობლემა აქვს, რომელსაც განიხილავს პრეზიდენტთან. ასეთ შეხვედრის მოთხოვნა პრეზიდენტს გადავწყვეტ. ამაზე უმრავლესობიდან არ ყოფილა თხოვნა. პრეზიდენტთან კოლექტიურად შეხვედრის ინიციატორი ქუცნაშვილის სახელისუფლო შტოებს შორის ურთიერთობების გამოცდილების გასაცნობად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და თუ შეხვედრა უახლოეს დღეებში დაიგეგმა, ვერც დაესწრება. წასვლამდე გვითხრა, რომ მოქმედებს როგორც ქართველი ხალხის დროებითი წარმომადგენელი. პოლიტკორექტულობის გამო კი პრემიერსაც, პარლამენტარებსაც და პარლამენტის თავმჯდომარესაც წინასწარ აცნობა, რომ ავლაბრის სასახლეში წასვლას აპირებდა. საგანელიძე რას ლაპარაკობს არ ვიცი თუ თქვათ მაგის თქმა უნდა და გუშინ იყო უმრავლესობის თქმა და ეთქვა ხა ზურგს უკან მე ლაპარაკი არჩევია ფორმატი რაც ჯერ კიდევ ბატონ ბიძინამ დაამკვიდრა როცა თქვათ პრემიერ-მინისტრი ყოველთვიურად ხდებოდა საპარლამენტო უმრავლესობას იგივე ფორმატი შეიძლება იქნას გამოყენებული ამ შემთხვევაში იმიტომ რომ 100-ვე დეპუტატს აქვს სურვილი რომ შეხვდეს პრეზიდენტს მე ვფიქრობ რომ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია ჩვენ ერთი გუნდით მოვედით და ამ გუნდს სჭირდება თანამშრომლობის რეჟიმში ყოფნა. დაპირისპირება აწყობს მხოლოდ საქართველოს მტრებს და იმ პოლიტიკოსებს, რომელიც სწორედ ამ დაპირისპირებაზე ტივტივებენ. ქუცნაშვილი პრეზიდენტთან მისვლის გამო პარლამენტში მოამბის რესპონდენტებიდან არავის გაუკრიტიკებია, მაგრამ მის პირად ინიციატივას ყველამ ხაზი გაუსვა. მე ვფიქრობ, რომ ქუცნაშვილი არის ერთი კაცი და სადაც უნდა იქცევა პარლამენტის წევრი ან მოქალაქეა და ვისაც უნდა იმას შეხვდება, მაგრამ ბატონი საგანელიძე სამდე მართალია ქუცნაშვილი ჩვენი და უმრავლესობის სახელით არ ხდება პრეზიდენტს და არ არის აღჭურვილი ჩვენგან არანაირი სპეციალური უფლებამოსილებით. მე არ ამგონია რომ საქართველოს პარლამენტის წევრების ფუნქცია იყოს ახლა ამ საკითხებში გარკვეული. ყველამ უნდა გაარკვიოს ვინ არის კონსტიტუციურად. საქართველოს პრეზიდენტმა უფრო ხშირად წაიკითხოს კონსტიტუცია არაწყენ და ისე როგორც არაწყენ და არავის არ გვაწყენს რომ ხშირად ვიკითხოთ ვეფხისტყაოსანივით ხანდახან კონსტიტუციას. მე ვფიქრობ რომ ბატონი გიორგი არის ჩვენი გუნდის წევრი, ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, რასაც ყოველთვის ვაფიქსირებდი. ძალიან მტკივა და მაწუხებს ის კონფრონტაცია, რომელიც დღეს არსებობს და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია და იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში პრეზიდენტი როგორც მის მხარდამჭერ გუნდს გვეტყვის, რამ გამოიწვია ეს კონფრონტაცია, მოვისმენთ მისეულ ვერსიას სიმართლისას და გარდა ამისა ვფიქრობ, უნდა მოვუწოდოთ იმისაკენ, რომ კონსტრუქციულად ითანამშრომლოს მთავრობასთან და პარლამენტთან. საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტთან დაანონსებულ შეხვედრაზე უმრავლესობის დეპუტატების მიერ გაკეთებულ კომენტარებს ასახსნის. თითქოს და ესეთი პრობლემები არ უნდა შეხვედრონა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე უბრალოდ ბიზნეევანიშვილმა აუგრძალა შეხვედრა უმრავლესობას. უმრავლესობა გადაწყვეტილებას სავარაუდოდ პრემიერის თბილისში დაბრუნების შემდეგ მიიღებს.